თავი დავანებო. ჯერთი ყველა პოლიტიკა და ყველაფერი ადამიანური მორალიდან იწყება. და პოლიტიკა ბინძური არ არის, ბინძურ პოლიტიკას ბინძური ადამიანები ქმნიან, ხო? და მოდი ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამას, რომ 13 წელია უტიფრად გვეუბნებიან დღეს, რომ 13 წელია გძარცვავდით და გპარავდით. 13 წელია ორჯერ პრემიერი ნამყოფი ადამიანი, თავდაცვის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რო გვეტრაბახები არ ვიქა, თურმე ესენი 13 წელია აი ესე უტიფრად გვეუბნებიან იმ ბებიას, რომელიც ამბობს, რომ მშვიდობა იყოს და სუფს შევჭამ, იმას ეუბნებიან, რომ 13 წელია შენ საჭმელს ვჭამდი ჩვენ. აი ესე უტიფრად გვეუბნებიან, რომ 13 წელია ბავშვების წამალს ჭამენ ესენი. აი ახლა ეს პოლიციელები აქ, ხო? ამ პოლიციელებს ამოფარებულები, რომლებმაც შეიძლება საკუთარი ძმის შვილის, საკუთარი მეგობრის შვილის დაჭერა მოუწიოს, აი ამ პოლიციელებს ამოფარებულები, აი ამ პოლიციელების ფულს იპარავენ. აი ამ წუთასვე შეიძლება იპარავენ, სადღაც ზიან და რაღაცებს ჩალიჩობენ ტიპები. აი ამ წუთას იპარავენ, აი ამ პოლიციელების, რომელსაც შეიძლება საკუთარი ძმის შვილის დაჭერა მოუწიოს. აი ამ წუთას ხდება სადღაცა ზურგს უკან ჩვენი ფულის, ჩვენი შვილების ცხოვრების განადგურება. და აი ამ წუთას მე მინდა აი ის პოლიციელი, რომელსაც არ უნახია ის კადრები, როგორ მიათრევს 71 წლის ქალს. აი როგორ უყურებს და პრაქტიკულად ხდება პოლიციის თვითშეფასების შეგნებულად აბსოლუტურად განადგურება. აი ახლა უყურებდი მე მარიამ მეყანწიშვილი ელაპარაკებოდა ერთ პოლიციელს, ფანტასტიკური დიალოგი მიდიოდა. და პოლიციელი რაღაცნაირი ღიმილი და მორიდებით უყურებდა. ამათ ხო ყველაფერი კარგად იციან. აი ამ წუთას, ზუსტად აი ამ წუთას, აი ამ პოლიციელების ზურგს უკან, აი ამ პოლიციელების ამოფარებულები, ვიღაცა გარეწრები, ზიან და აღმოჩნდა რომ 13 წელია. გვეუბნებიან რომ 13 წელია თქვენ ფულს ჭამ და აი ესე გამძღარები, რაღაცა 800 ევროიანი ჩანთებით დავდივართ, როდესაც დასახლიდან 6 მილიონ ნახევარ დოლარს იღებენ. ეს ხო იცით როგორ აი ისე მზესუმზირის ფული. სახში რო გაქვს რა ჩაისაყიდელი ფული, ხავის საყიდელი. გადავდოთ, აი მოდით ეს ერთი წამით დავანებოთ თავი, რომ აი რუსეთს დავანებოთ თავი და იქ რა. ეს ხო კატასტროფა, აი რიგითმა მომხრემ ხელისუფლების. აი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების. ის რო ისმენს ამას რა, რომ ესე უტიფრად გეუბნება რა, რომ აი შენ რო შვილისთვის წამალი გჭირდებოდა ის პროექტი რო უნდა გაკეთებულიყო, ხო? ის პროექტი იმიტომ არ გამოვიდა, რომ მე ოქროს ზოდი მქონდა იმაში. და უბრალოდ მინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს, აი იმ ადამიანებმაც მინდა გაიგონ რა, რომლებიც სუმეუბნებიან, აბა რუსეთს ათხედავ თუ აბა რა. ეს არის რუსეთი. ეს არის რუსეთი, როდესაც აი ესე უტიფრად გეუბნება, რომ ამხელა რესურსების ქვეყანა რუსეთს 60% არ აყავს გაზიფიცირებული თავისი ცხოველებად აქცევს თავის ადამიანებს. აი ეს აქცია, ეს ბებო, რომელიც ამბობს, რომ ოღონდ მშვიდობა იყოს და სუფს შევჭამ, ეუბნება რა, რომ თურმე ამ ბებოს პენსიას ჭამს, ეს ნაძირალა ეს. ამ ბებოს პენსია, რომელსაც მოატყუეს და ეუბნებია რა, რომ ჩვენ მშვიდობის გამო კი არა, თავისი ფულის და თავისი ღორობის გამო ის აკეთებენ ამ ყველაფერს, რა მშვიდობის გამო. და აქედან გამომდინარე, მე მინდა აბსოლუტურად ადამიანურ დონეზე დავიყვანო ეს ყველაფერი და იმაზე აი რაც ვილაპარაკეთ, იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რომ აი რაღაცა გლობალური პოლიტიკები და არა რა გლობალური პოლიტიკა. სადღა არის გლობალური პოლიტიკა? მორალიდან გამოსულები არიან ადამიანები. ადამიანები არა, ამათ ადამიანებს როგორ უწოდებ? ადამიანი ენა არ მიბრუნდება იმის თქმა, რომ მე ვიყავი ამ ცოტა ხნის წინ ქართლში ჩასული სოფელში და მოხუცი ქალი, რომელსაც საჭმლის ფული და პენსიას ელოდება, ის ამბობს, რომ რა ოქროები ვნახე სეიფში ქალო. მეორეს ეუბნება. ხვდებით რას უშვებიან ადამიანებს? რომ ეს გაუმაძღარი ნაძირლები. ეს დღეს დადგნენ თურმე და რაღაცა ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრაზე კიდე ერთხელ ერთ დიდყულს ეუბნებიან ადამიანებს, რომ აი ახლა თქვენ გადაგარჩენთ, რომ თქვენ ვიღაცა ჩვენი მტრები გიშლიან ხელს, ოღონდ ჩვენ ფული მოგვაპარინეთ რა.
ჩვენ გაგვაცხეთ რა. ჩვენ მე ხო აი ამ წუთას ვიყოფენ ჯიბეში ხალხს. აი ამ ხალხს, აი ამ წუთას უყოფენ. აი ამ პოლიციას, რომელსაც აიძულებენ რომ ზრდიოს და აი ამ წუთას სადღაცა ქალაქში შეიძლება ადამიანს კლავენ. და ეს პოლიციები იძულებული არიან რომ ზდიონ აქ ადამიანებს 2 საათი რო ქუჩა და აქციის მონაწილე წეგან ჩვენ ჟურნალისტს ესაუბრებოდა წამლების საჭიროებაზე, რომელიც არა. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა სოციოპათი აი ამას ვერ იტანს, რომ მას ფულს ვერ აპარინებს. თან ის მილიარდები რომ მილიონებზე არ არის ხალხთან საუბარი, მილიარდები. აი ეს მილიარდი რომ მოხმარებოდა ჩემს ქვეყანას, ხო შეიძლება სამაშველო ვერტფრენი მყოლოდა შოვის ტრაგედიას ავწდენოდი, ანუ რამდენ რაღაცაზე მიდიხარ. არ ელახება თავმოყარეობა მომხრეებს. არ ელახებათ, როცა ესე უტიფრად გეუბნება რა, რომ მე შენ გატყუებ მშვიდობით, იმიტომ რომ მე შენი ფული შევჭამ. იმიტომ რომ მაგალითად ჯარისკაცების გადასახადი არ გჭირდება, მაგრამ თქვენ საოჯახ სამკაც 800 ლარი უნდა დეკლარაციაში. ანუ ხვდები სიგიჟე და ის რომც დააბრუნონ ის თანხა უბედურება იცი რაშია. მაინც არ წავა ქვეყნის ბიუჯეტში. უბრალოდ სხვა ჯიბეში. ორჯერ თავდაცვის მინისტრი. ჯარისკაცების ფულითო დაჭერილია ის კაცი ეხა ციხეში ზის. ვიღაცებს თავდაცვის ვიღაცების ორდენი ყოფილი მისცეს. მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია ბორკილები ადევს საკანში ზის და მე ვხედავთ მალაგაში ნაყიდი ვილა. მეორე ვიღაცა მინისტრის მოადგილე ვიღაც მიქაუტაძე ესპანეთში ნაყიდი ვილა. ამ დროს აქ გამოდის ამ წუთას აქციის მონაწილე და ჩვენ ჟურნალისტს ეუბნება რომ წამალი ჭირდებათ და არ არსებობს, ვერ ყიდულობენ ამ წამალს რა და ჩვენ ვუყურებთ რომ მილიონიანი გირაოთი უშვებენ ყოფილ პრემიერს სახლიდან და იჭერენ როგორ ხალხს. რატო ზის სანდროს ძმა? რატო ზის ონისე? აი განოდარ მელაძეს მთელი წელი რამდენი წელია ვისმენთ რომ იტყუება. აღმოჩნდა რომ ყველა მისი გამოძიებული სიუჟეტის მიხედვით დაიჭირეს ხალხს. პაატა შამუგია სასამართლოზე ვიჯექი. კი ბატონო. და ვინმე მოსამართლე, ეგრეთ წოდებულა მოსამართლე ცაცუა, ხო? აი კონსტიტუცია კიდევ ერთხელ გადაიხია თავზე. იმიტომ რომ ადვოკატი ლაპარაკობს აბსოლუტურად ლოგიკურად, რომ ის რაც ხდება, ეს არის კონსტიტუციური. და ეს ცაცუა რიგითი ვიღაცა ნევრასტენიკის შემოტანილი კანონით, იმიტომ რომ აი თვითონ კარგად მოიპაროს ფული, უცებ დგება და ამბობს, რომ 5 დღე უნდა მიუსა. თან ეუბნებია, რომ პაატა შამუგიას წლინახევრის და რამდენიმე თვის შვილი ყავს მეორე. და ეს ამბობს, არა, 5 დღე უნდა მიუსაჯოთ, იმიტომ რომ პაატა შამუგია იცავს კონსტიტუციას. კარგი, ბესო, მე ისევ მოგცემ თქვენ სიტყვას, არ გვეჩქარებ